ჰესის მშენებლობა დასრულდა კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად შუახევი ჰესი დღეს ოფიციალურად გახსნეს. შუახევი ჰესის მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა 2 კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. შუახევი ჰესის გვირაბის ჯამური სიგრძე 18 კილომეტრია და ის მსოფლიოში სიგრძით მეორე ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე. ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად საქართველოში დარჩება. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები მოკლე პერიოდში ჩავანაცვლოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგია. ამისათვის აუცილებელია ხალხისა და მთავრობის ერთიანობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მაქსიმალური ჩართულობა. მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მადლობა გადაუხადო მას იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში. როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთს თამაშობდი, ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დაუბრუნებული ვიყავი ჩემს ქვეყანაში. და ეს მართლაც ასე მოხდა და ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ რა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში, ქვეყნის წინსვლაში. მე დღეს ნამდვილად მიამაყება ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით აქ აჭარაში, სადაც გავხსენით ერთ-ერთი ძლიერი და ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბური პროექტი ჰიდროელექტროსადგური. იმედი მაქვს, რომ შუახევის პროექტი იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევისთვის, ათასობით ადამიანის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის. მადლობა საქართველოს მთავრობას მონდომებისა და მხარდაჭერისთვის. პრემიერ-მინისტრმა დღეს სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელების ქარხანაც გახსნა. ქართულ-ევროპული ინვესტიციის ფარგლებში ნაწარმოები პროდუქციის რეალიზება მსოფლიოს 100 ქვეყანაში იგეგმება. პროექტი ავსტრიელი და შვეიცარიელი პარტნიორებთან